საჯარო რეესტრი მოქალაქეებს ახალ სერვისს თავაზობს. ვისაც ბინის ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება ან დაგირავება სურს, შეუძლია უფასო განცხადება გაზეთ 24 საათში და რეესტრის ვებგვერდზე განათავსოთ. ამასთან ერთად მალე ამოქმედება საიტი, რომელზეც სასურველი ბინის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეგეძლებათ. როგორ უნდა ისარგებლოთ ახალი უფასო სერვისით, ეს სხვა ამბებმა გაარკვია. მარიკა მაისურაძე ბინის გაყიდვას 3 თვეა ცდილობს. განცხადება რამდენიმე გაზეთში და საიტზეც განათავსა, რაშიც თანხა გადაიხადა. საჯარო რეესტრის ახალი პროექტის საშუალებით კი მან რეკლამა გაზეთ 24 საათში უფასოდ განათავსა. ძალიან მარტივი და ძალიან კარგი მომსახურებაა, რადგან არ წვალობ, არ დადიხარ, რა თქმა უნდა მოხვალ და გადასარევად ერთი შევსებით ჩავაგდებ და განცხადება უკვე განთავსებულია. საჯარო რეესტრის და გაზეთ 24 საათის ახალი პროექტის საშუალებით ყველას, ვისაც ბინის გაყიდვა, გაქირავება ან დაგირავება სურთ, შეუძლიათ ახალი მომსახურებით ისარგებლონ. თქვენი ბინის გაყიდვის ან გაქირავების შესახებ ინფორმაციის მიწოდება რამდენიმე გზით შეგიძლიათ. 29 111 29. საჯარო რეესტრის ხელფასზე თქვენი განცხადება შეგიძლიათ ოპერატორს უკან ნახოთ. ასევე შეგიძლიათ საჯარო რეესტრის ოფისში განცხადების ფურცელი შეავსოთ. რომელსაც ნარინჯისფერ ყუთში მოათავსებთ. განცხადების შინაარსი ოფისშივე შეგიძლიათ ოპერატორს უკან ნახოთ. გამარჯობათ, ბინის გაყიდვა მინდა. მიღებული ინფორმაცია გაზეთ 24 საათში 3 დღეში გამოქვეყნდება და ის 4 ნომერში გამეორდება. საჯარო რეესტრის ვებგვერდზე კი შეუზღუდავი ვადით განთავსდება. ვებგვერდზე განცხადების განთავსების შემთხვევაში მოქალაქეს ექნება საშუალება უკვე დეტალური ინფორმაცია შეიტყოს აღნიშნული ქონების შესახებ, არა მხოლოდ მისი მახასიათებლები, არამედ ადევს თუ არა პირობითად ყადა აღნიშნულ ქონებას ან აკრძალვა იგივე. პირობითად დატვირთულია თუ არა აღნიშნული ქონება საბანკო ან არასაბანკო იპოთეკით. უფრო ფართო გეგმები გვაქვს უძრავი ქონების ბაზართან დაკავშირებით, ვინდა რომ უფრო აქტიური მონაწილეები გახდეთ ერთი და მეორე დავაგვირდეთ ტენდენციებს თვითონ ბაზრის და უფრო აქტიურად შევისწავლოთ იგი ანალიზისთვის ესეჭიროება და დავაგვირდეთ აგრეთვე რასთვაურია ფასების დინამიკას. გაზეთ 24 საათ საჯარო რეესტრის მიერ შემოწმებული განცხადებების სპეციალური დანართი 15 აგვისტოდან მოყვება. ნომერი კვირაში 3-ჯერ გამოდის. ყველა განცხადება, რომელიც ჩვენს ჩანართში გამოქვეყნდება, გადამოწმებულია საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ მინებზეა ლაპარაკი და თვით გარიგებაც კი დარეგისტრირებული იქნება საჯარო რეესტრში, ასე რომ ამ მხრივ ეს ძალიან სასარგებლოა მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ საფრთხეებს არ შეიცავს. გამარჯობათ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გისმენთ? საჯარო რეესტრის მიერ შემოწმებული ინფორმაციის მიღება უკვე ვებგვერდზე მოქალაქეებს ოქტომბრის დასაწყისიდან შეეძლებათ.